ხალხში დარჩა და ყოველთვის ის გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში და ჩვენ ყველა ძალას ხმარობთ იმისათვის, რომ რაიონში ქონდეს კრიმინოლოგიური სიტუაცია ნორმალური, სტაბილური და რაიონში დავამყაროთ საზოგადოებრივი წესრიგი. თუ ჩვენ საერთოდ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავ და ვილაპარაკებთ, გინდათ გასული წლის შედეგებს, გინდათ 6 თვის შედეგებს, რაიონში აღინიშნება ფაქტიურად სტაბილური მდგომარეობა კრიმინოლოგიური თვალსაზრისით. ეხლა თქვენ ბრძანეთ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში საერთოდ ჩვენ მიმდინარე წელს 2 მკვლელობა გვაქვს და ეს ორივე ფაქტიურად ამ 1 თვეში 1 თვის განმავლობაში მოხდა. ორივე მკვლელობა გახსნილი არის ჩვენს მიერ. ერთი იყო ქარისან სოფელ რუიში მომხდარი მკვლელობა, ეს გახმაურებული. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. მე უბრალოდ მაინტერესებს, აი თქვენ სტატისტიკა ახსენეთ წეგან და უბრალოდ მაინტერესებს, აი ქარელის რაიონის პოლიციას რა მონაცემები გაგაჩნიათ? აი დღესდღეობით დანაშაულობების მხრივ რა პროცენტული მაჩვენებელია გახსნა, იქ გაუხსნელი დანაშაული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ მოვლენებს მე მაყურებელს ვეთქვი, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგზავნებთ საუბარს იმ მოვლენებზე, რომელსაც თქვენ უკვე დაიწყეთ საუბარი და აუცილებლად იქნება. და ერთი წუთით მე კიდევ ერთხელ მოგიხდით ბოდის, მე შევახსენებ უბრალოდ ტელემაყურებელს, ჩვენ პირდაპირ ეთერში მუშაობთ, ძვირფას ტელემაყურებლებო და ჩვენი ტელეფონის ნომრებია 822 92 13 31 ან 8269 ქარელში 313 თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თქვენთვის სასურველი კითხვა დაუსვათ ბატონ თამას, რომელზეც იგი გასცემს პასუხს. ეხლა გავაგზავნოთ საუბარი ბატონო თამას იმ მაჩვენებლებზე, რომელიც გააჩნია დღესდღეობით ქარის. ბატონო გოგა, მე მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში რაიონში რეგისტრირებულია სისხლის სამართლის 70 დანაშაული. მათ შორის აქედან გახსნილია 66 და გახსნის პროცენტმა შეადგინა 94-დან 3%. მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაული რეგისტრირებულია 32 და გახსნილია 28. გახსნის პროცენტმა შეასრულა 87-დან 5%. აქ უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების სტატისტიკური მონაცემებში არ შედიოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულში ქურდობები და ეხლა უკვე ამ 6 თვეში უკვე შევიდა. თუ ჩვენ იმ ქურდობებს გამოვაკლებთ ამ მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ჩვენ მე შემიძლია თავმოვთქვა, რომ მე მძიმე კატეგორიის დანაშაული რაც არის მკვლელობა, სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანება, გაუპატიურება, ძარცვა, მანქანის გატაცება, ეს შეიძლება ითქვას, რომ 6 თვის განმავლობაში ეს 100%-ით არის მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნილი. ასევე გასულ წელსაც ანალოგიურად ასე იყო. რაც იმას მეტყოლებს, რომ გარკვეული დადებითი მუშაობა გასწია ქარელის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებამ. მე ამ წარმატებებში, რაც განყოფილებას აქვს, მე მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული ლომის წილი მიუძღვის შიდა ქართლის სამხარო მთავარ სამმართველოს, რომელიც ძალიან აქტიურად გვიდგას მხარში ნებისმიერ საკითხების გადაწყვეტაში. მთავარ სამმართველოს უფროსი ბატონი ნოდარ დალაკიშვილი, მისი მიადგილე ბატონი ლევან მაისურაძე და მათთან ერთად ფაქტიურად კოორდინირება უწევს ყველა იმ კონკრეტულ და იმ მძიმე დანაშაულებების გახსნას, რასაც ჩვენ მუშაობთ მათი განვითარებას. წეგან უკაცრავად გაწყვეტინებთ, გასაგებია, მაგრამ აი რა წილი მიუძღვის მოსახლეობას ამ დანაშაულის გახსნას? წეგან მე ნდობის ფაქტორზე გკითხეთ და თუ არა ინფორმაცია, გარკვეული ინფორმაცია იგივე მოსახლეობის მხრიდან, თუ არა ნდობა მოსახლეობის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ესეთი მაღალი მაჩვენებები თქვენ არ გექნებოდეთ. და არის თუ არა, მე მაინტერესებს ქარელის რაიონის მოსახლეობა რამდენად აქტიურად არის პოლიციის მიმართ. მე მოგახსენებთ ბატონო, შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს ყინული, რაც იყო პოლიციასა და მოსახლეობას შორის, თითქმის ლღვება. უკვე მოსახლეობა წამოვიდა, უკვე მოსახლეობას სჯერავს პოლიციისა და ნდობის ფაქტორი უკვე სხვანაირად უფრო გვენდობიან ვიდრე წინა წლებში.
ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა გვაქვს მოსახლეობასთან, კავშირები გვაქვს მოსახლეობასთან, ინფორმაციას გვაწვდიან, მაგრამ ეს კიდევ ჯერ საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გარკვეული წარმატებები ჰქონდეს პოლიცია. ეხლა რომ ვთქვათ, რომ სულ რაც გაკეთებულია მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციით, ეს არასწორი იქნება, მაგრამ გარკვეული ინფორმაციას მაინც გვაწვდიან და მაინც დობის ფაქტორი უკვე ისყინული კიდევ ვიმეორებ galvo, რაც იყო მოსახლეობასა და პოლიციას შორის. მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არის კატეგორია ხალხისა, რომელიც ამ დობის ფაქტორი კი არა, საერთოდ დანაშაულს რო ხედავდეს, საერთოდ ზედ არ შეხედოს ამ დანაშაულს და აი დგანან რა ჩემი საქმეა პოლიტიკას. დანაშაული როცა ხდება ეს ქუჩა თუ ოჯახია თუ სადღაც ავტომაგისტრალია რა და დანაშაულს უყურეს, ეს ყველა საქმე, ჩემიც, თქვენიც, მოსახლეობისა და ყველას აბსოლუტურად, ხო? აი სანამ თვითონ არ გაუჭირდება მოსახლეობას და პიროვნებას რა, სანამ თვითონ არ გაუჭირდება ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს რა ჩემი საქმეა. შეიძლება ხედავდეს დანაშაულს და იცოდეს და ეს არ თქვას, რომ გულგრილი დამოკიდებულება საქმისადმი რა და აი მე ვიტყოდი რომ ყველა საქმეას პოლიტიკას უნდა დავადგეთ ჩვენ რომ აი რასაც ეს პოლიციაში ხშირია ეს და ყველამ უნდა ერთად უნდა ვაკეთოს ის საქმე რაც გასაკეთებელია ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ იმ დამნაშავეს რაც ვინც დანაშაულს ჩადეს მოსახლეობაც პოლიციაც და საზოგადოებაც რა თქმა უნდა ჩემი აზრი ეს იქნება რომ რაც უფრო მეტი კონტაქტები იქნება პოლიციასთან რაც უფრო მეტი ურთიერთობები იქნება ჩვენსა და მოსახლეობას შორის უფრო მეტი საქმე გაკეთდება უფრო მეტი დანაშაული გაიხსნება და უფრო მეტი დანაშაულიც აღარ მოხდება და პროფილაქტიკაც არის ეს რა თქმა უნდა ბატონ თამას, მე ხა მანიშნებენ ჩვენი ოპერატორები, ჩვენი რეჟისორი გვანიშნებს, რომ ქარელში არ არის ელექტროენერგია და მე უბრალოდ მივმართავ ქარელის ელექტროქსელის და ენერგეტიკოსებს, ქარელ ენერგეტიკოსებს, თუ არის საშუალება, ჩვენი დღევანდელი საუბარი საინტერესოა პირველ ყოვლისა ქარელის მოსახლეობისთვის და თუ შეიძლება რომ 1 საათით მაინც ქარელის მოსახლეობას მივაწოდოთ ელექტროენერგია იმის გამო რომ მოისმინონ ეს საუბარი, რადგან ჩვენ დღეს პირდაპირ ეთერში ქარელის რაიონის პოლიციის უფროსი ყავს. მე დიდ მადლობას მოვახსენებ წინასწარ ენერგეტიკოსებს თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს თხოვნას და თუნდაც 1 საათით, თუნდაც 9 საათით ჩართავენ ქარელის მოსახლეობას მიაწვდნენ ელექტროენერგიას, რათა მათ გაიგონ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ჩვენ ვიყურებთ შიდა ქართლი ბატონო თამას და ის პრობლემა, რომელიც აგერ გვაქვს კონფლიქტის ზონასთან ახლო მდებარე რაიონებს, ეს არის გორის რაიონი, ეს არის ქარელის რაიონი, ეს პრობლემა ყველას აწუხებს, მთელ შიდა ქართლს აწუხებს და მე უბრალოდ მინდა გკითხოთ, აგერ ზნაურია გვერდით, სულ რამდენიმე კილომეტრში, გორისგან სულ რამდენიმე კილომეტრშია ცხინვალი და უბრალოდ მაინტერესებს ნარკოტიკების მომხმარებლები და საერთოდ ნარკოტიკები, როგორც ცნობილია, ეს ჩემი ნათქვამი არ არის საერთოდ პრესაში იწერება, ტელევიზიით გადაიცემა, რომ ერთადერთი გზა ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანისა არის სამხრეთ ოსეთიდან. აი ამ ხრივ რა მუშაობა მიმდინარეობს, რა ფაქტებია გამოვლენილი და საერთოდ რა შეიძლება ითქვას აი ამ ხრივ. სიამოვნებით. ბატონ გოგა, თქვენ ბრძანეთ, რომ ქარელის რაიონი არის კონფლიქტის ზონა. მდებარეობს კონფლიქტურ რეგიონში. ჩვენ მართლაც გვესაზღვრება ზნაურის რაიონი, საიდანაც ერთ-ერთი ძირითადი ბაზა წამლის რეალიზაციაზე არის ზნაურის რაიონიდან მიმდებარე სამშვიდობო ჯარის თანამშრომლები. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქ არის ორი დისლოცირებული სამშვიდობო ჯარი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა, რომლებიც შეიძლება თამამად ითქვას, რომ იქიდან 60-70% ამ დისლოცირებული ჯარის თანამშრომლებისა არიან ნარკოტიკების რეალიზატორები. მიმდინარე წელს წლის 6 თვეში ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 20 სისხლისამართლის დანაშაული ნარკოტიკების შეძენისა და შენახვისა და მოხმარებისა 20 ფაქტი. აქედან 3 არის რეალიზაციისა.
ძიმე კატეგორიის დანაშაულის. აქედან მინდა ვთქვა, რომ გასულ წლებთან შედარებით ჩვენ სტაბილური მდგომარეობა გვაქვს გამოვლენილი დანაშაულის, ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენით დანაშაულის მხრივ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა მოძრაობა ამ ნარკომანების. ჩვენი ძირითადი გამოვლენა ეს ბაზა ჰქონდა ჩამოსული ნარკომანების, რომ სხვადასხვა რაიონებიდან, თბილისიდან უნდა აღინიშნოს, რომ აი საგრძნობლად შეწყდა ამ ნარკომანების მოძრაობა. მიზეზი რა? მიზეზი ის არის, რომ აი ამ ბოლოს თვითონ იქ გაამკაცრეს, იქაც კანონი, ჩვენთანაც გამკაცდა კანონი, იქაც ოსეთში გაამკაცრეს კანონი და ნუ ეთქობა სხვა ბიზნესი ნახეს ამათ, სხვა ბიზნესზე გადაერთნენ და ეს ბიზნესი აღარ აწყობთ, ხო და თვითონ ისაქნე შეზღუდეს ეს და ამანაც იკლო ამ მოძრაობა ამ ნარკომანების იქ ჩაჭვარ ფიქრობთ, რომ სხვა გზა მონახეს უბრალოდ. არა. თუნდაც დუისისკენ იქ ძალიან გავრცელებული ინფორმაციებია, რომ შემოდის იქიდან. ეს გორის რაიონი? არა, მე ვამბობ იქით. ანკისის ხეობიდან. კი, ეს დუისი სოფლის. კი, ზუსტად თქვენ სწორებს ამბობთ, მაგრამ აი იქიდანაც ეს ნაკადი უფრო იქით გადაინაცვლა და ამან განაპირობა, რომ ეს მოძრაობა საგრძნობლად შეწყდა ნარკომანების მოძრაობა და ჩვენ მაინც მაქსიმალურად ვაკეთებთ იმას, რომ რაიონში არ ყვავდეს ნარკომანები, არ ყვავდეს რეალიზატორები და ყველა ღონეს ვიხმართ, რათა უფრო და უფრო შემცირდეს ნარკომანებიც და რეალიზატორებიც. რაც შეეხება იმ მხარეს, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ისე, როგორც საჭირო, ამიტომ სამშვიდობო ჯარის თანამშრომლები ყველა ფაქტიურად შეიარაღებულია მძიმე ტექნიკით და იქ დისლოცირებული. გასაგებია, ბატონო, თქვენ ახსენეთ ახლა რომ რაღაც სამშვიდობო ეგრეთ წოდებული არის, ნუ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები ჩარეული არიან აი ბიზნესში, რასაც ქვია ნარკობიზნესი და თუ გაქვთ აი ამის თქმის უფლება რეალურად და ხმამაღლად და თუ გაგაჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი ხელს უწყობენ ნარკოტიკების გავრცელებას აქეთ ჩვენსკენ. ბატონ გოგა, ჩვენ ვინც დაკავებული გვაქვს ფაქტიურად ეს ფაქტები გამოვლენილი გვაქვს და იქ წამოვლენილი ფაქტები დაკავებული, ყველა ნებისმიერი პიროვნება რომ ვეკითხებით ვისგან აიღეთ წამალი, ყველა ამბობს რომ ოსი ეროვნების ჯარისკაცისგან. ოსი ეროვნების აბსოლუტურად თუ აგერ დევს მასალები, მოკვლეული მასალები, უკვე სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, რომელიც სასამართლოს წასულა, ყველა აბსოლუტურად ნარკომანი ამბობს, რომ შევიძინე მუგუჩი დისლოცირებული სამშვიდობო ჯარების თანამშრომლებისგან, იქით მხარეს გვაქვს მეორე მხარე იონჩა, სადაც ესენი დგანან, აი იქ იონჩიდან აბსოლუტურად. რუსები რამდენად? რუსები იქ არ დგანან. რუსები დგანან ჩვენთან ალნევში, სოფელი ალნევია, სადაც აი მუგუჩი უკვე საზღვარია ჩვენი რაიონისა და იქით გადადიხარ უზნაურის რაიონის საზღვართან იქ დგას და დგანან იქეთ იონჩაში. ეს ოსური მხარე. გასაგებია, მე უბრალოდ ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მუშაობთ, მიუხედავად იმისა, რომ სინათლე არ არის ქარელში, როგორც მეუბნებიან, შეუძლიათ გორელ მაყურებელს დაგვირეკოს, გორელმა მაყურებელმა დარეკოს და თავისი ასე ვთქვათ პრობლემა თუ რა თქმა უნდა ქარელთან დაკავშირებით გააჩნია. აი მანიშნებენ რომ ქარელში უკვე ჩაერთო ელექტროენერგია, მე უბრალოდ ქარელის მოსახლეობის საყურადღებოდ ვიტყვი რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მუშაობთ, დიდი მადლობა ენერგეტიკოსებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს და ჩართეს ქარელში ელექტროენერგია და ქარელელებს შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებით ბატონ თამაზ მარჯანიძეს, ქარელის რაიონის პოლიციის უფროსს. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, დაგვიკავშირდეთ და ბატონ თამაზი გასცემს აუწურავ პასუხს თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ჩვენი ტელეფონის ნომრებია 822 92 13 31 ქარელში თუ გორიდან ირეკება ან სხვა რეგიონიდან 8279 313 თუ ქარელიდან ირეკავთ ჩვეულებრივ აკრიფეთ ტელეფონის ნომერი 313 დაგვიკავშირდით და აუცილებლად შემოხვდეთ ჩვენთან პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა დასვათ თქვენთვის სასურველ კითხვას. და ბატონო თამას, კიდევ ერთი ასე ვთქვათ ძალიან ისეთ პრობლემატური თემა, რასაც ქვია კონტრაბანდა და კონტრაბანდული ტვირთები. ბატონმა ირაკლი ბოჭორიძემ დასვა საკითხი ესეთი
რომ რატომღაც კონტრაბანდისტებმა გვერდი იცვალეს გორის რაიონიდან და ეხლა უკვე იწყებენ ზნაურის რაიონიდან და აქეთ მხრიდან შემოვლას დგებიან ტრასაზე და მერე მიდიან ასე ვთქვათ სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ რა ინფორმაცია გაგაჩნიათ? ნუ აღნიშნა პრეზიდენტმაც და თქვენმა მინისტრმაც ბატონმა კახათ არგამაძემ რომ პოლიციის ფუნქცია არ არის კონტრაბანდასთან ბრძოლა, მაგრამ თქვენ დავალებული გაქვთ თქვენ შეითავსეთ ასე ვთქვათ ეს ფუნქცია და აი რას აკეთებთ იმისთვის და რა ფაქტები გაქვთ გამოვლენილი აი ამ მიმართულებით? ბატონო გოგა, ჩვენ მართალი ბრძანდებით ჩვენი ფუნქცია არ არის კონტრაბანდული ტვირთების გამოვლენა და კონტრაბანდული ტვირთების კონტროლი. არის შესაბამისი სამსახურები, რომელიც საბაჟოს კონტრაბანდის სამსახურის არის უშიშროების სამსახური, რომელიც აკონტროლოს ეს კონტრაბანდული ტვირთები, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენც დაგვევალა და ჩვენც ვაკონტროლებთ. უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი შემოვლითი გზა არის როგორც ქარელის რაიონში, ასევე გორის რაიონში ამ კონტრაბანდული ტვირთებით მატარებლებისთვის. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ზნაურზე რომ ბრძანეთ თქვენ, ზნაურზე არის გზა რომ ჩვენსკენ გამოდის, მაგრამ არის ის გზა რომ საერთოდ ზნაურიდან აქეთ ქარელის მიმართულებით საერთოდ 1 კილომეტრსაც არ გადიან, პირდაპირ გადადის იქით გზა და ჩადის საჩხერის ტრასაზე. ნუ ალბათ აქაც დასავლეთ საქართველოს. აქაც ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 64,000 ლიტრი ბენზინი კონტრაბანდული, რომელიც გადაყვანილია საბაჟო ტერმინალში. გამოვლენილი გვაქვს ასევე 36,000 ლიტრი დიზელის საწვავი. დაახლოებით 10 ტონამდე სხვადასხვა სასუსათო ტვირთი პროდუქტები. გვაქვს ჩვენ 34 ტონა მარილი გამოვლენილი, ცემენტი დაახლოებით 80 ტონამდე, სამშენებლო მასალების სხვადასხვა, იქ იყო კიდევ სხვადასხვა დასახელების, რომელიც ზუსტად არ მიწერია აქ და ნუ გვაქვს ის მონაცემები, საინტერესო მონაცემები, რაც ქარელის უშუალოდ ქარელის პოლიციისა და საგზაო პოლიციის მიერ არის გამოვლენილი. ესე იგი, ბატონო თამაზ, ერგნეთის ბაზრობინა წამოსულმა ადამიანმა შეიძლება ისე გაიაროს შემოვლითი გზებით, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია რომ საერთოდ ქარელში არც შემოვიდეს. არის ესეთი შანსი? თუ ზნაურის რაიონზე წამოვიდნენ იქით, ერგნეთის რაიონიდან, ფაქტიურად ერგნეთიდან წამოსული ტვირთი ბრუნდება ესე ცხინვალში, შედის ცხინვალში და ცხინვალიდან არის მერე გამოსასვლელი უკვე ზნაურის მიმართულებით. აი ამ შემთხვევაში შეიძლება ჩავიდეს ზნაურში და ზნაურიდან გადავიდეს პირდაპირ საჩხერის გზაზე. და იქით აი ქარელის რაიონში არ გაივლის რომელიმე. აი ეს ქარელის რაიონში არ გადის. აი და თუ ზნაურიდან პირდაპირ აბისის მხარეს წამოვიდა ტვირთი, მაშინ უკვე ქარელის რაიონში შემოდის და არის კიდევ მეორე ავნევის მხარე, ავნევიდან თუ გამოვიდა, ესე დვანზე შემოდის ტვირთები ქარელის რაიონში. ქარელის რაიონის ტერიტორიის გავლით, თორე ყველა ტვირთი მე არის ჩვეულებრივ ალბათ ტრასაზე ჩადის და გასაგებია. ისევ კონტრაბანდას მე დაუბრუნდები ბატონ თამაზ. აი თქვენ ახსენეთ რომ შეიძლება გაიაროს ისე პიროვნება, რომელმაც არ გაიაროს ქარელის რაიონში და ჩავიდეს იმერეთში ან სამეგრელოში ისე რომ ქარელის რაიონი არ გაიაროს, მაგრამ აი გაიარა თქვა ქარელის რაიონი, თქვენ დააკავეთ პიროვნება და პიროვნება არის ძალიან გაჭირვებული. მე ძალიან ბევრი შემოხვედრია ესეთი, რომლებიც ამბობენ რომ აი მე რა მაინტერესებს ის ბატონო თამაზ. მსხვილი გადამზიდავებით უყავთ დაკავებული. აი მსხვილებს თუ ვიჭერთ. თორე უბრალოდ ახლა 06 მარკის მანქანა თუ ჟიგულის მარკის მანქანა რომ მიდის და 2 კილო თუ 3 კილო მარილი რომ მოაქვს, ადვილად ეგებენ მახეში და აი მსხვილები, ასე ვთქვათ, ფარველები ვისაც აყავთ. აი ესეთი ფაქტი თუ გაქვთ? ნუ ახლა ასეთი ფაქტით გამოვლენა ჩვენს პოლიციას ნამდვილად რომ ფარველი გამოევლინოს და ეს არ არის, მაგრამ მსხვილი, რასაც ქვია 40 ტონა ბენზინი უშუალოდ ქარელის პოლიციამ დაახლოებით 2 თვის წინ დააკავა
ახალციხელები იყვნენ, გვარი აღარ მახსოვს, რომელიც გადაყვანილი იქნა საბაჟო ტერმინალში, 4 მანქანა იყო, რომელიც საბაჟო ტერმინალში გადავიყვანეთ და ეს ტელევიზიამაც და პრესამაც გააშუქა. ეს რასაც მსხვილი ქვია და ისე ყოფილა 5 ტონიანი მანქანა, ყოფილა 3 ტონიანი, 2 ტონიანი, ეს სხვადასხვა დროს დაკავებული არის. არა, მე უბრალოდ ამით რა მინდოდა მეკითხა. ხო არ ხდება წვრილი თევზი ბადეში ყოველთვის და რა მსხვილი რაღაცა გადის. ბატონო, ხამწვრილი მოხდება მე ბადეში ხამსხვილი თევზი და ასეა ესეც, როცა მუშაობს და ის მე ჩემს სამსახურზე მე აღვნიშნე რომ მე მგონი 40 ტონის ერთდროულად დაკავება ეს წვრილი ფაქტი არ არის და პატარა ფაქტი არ არის. ასე სხვადასხვა ტვირთებისა, როცა იყო ერთი კამაზი, თუნდაც მარილი ერთი კამაზი სამთელი დავაკავეთ მთლიანად, იყო სხვადასხვა დასახელების პროდუქტი კამაზე და არ გვაქვს ამის ფაქტები უამრავი. ასე რომ ზოგჯერ არის სხვილი, ზოგჯერ წვრილი გადამზიდავების და ჩვენ რაც შეგვიძლია პოლიციას, რომ თქვა რომ სულ ერთი ბუზი არ გაფრინდება, ეს ჩემი მხრიდან ტყუილი გამოვა. ამიტომ ყველა ვერც დაკეტავ ყველას. იმდენი უამრავი შემოვლითი გზაა, რომ მე იმდენი ხალხი არ წყვავს, რომ ეს ვაკონტროლო და ვამოწრო თითოეული ბილიკი. ამიტომ ხდება გამოდინება, ალბათ ხდება კიდევ. ბატონთამას, მოდით ახლა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც პოლიციას გააჩნია. მე ვიცი რომ ვაგერო ერთ წელიწადზე მეტია პოლიციას ხელფასი არ აუღია. არ მიუღია ხელფასი, აგერ პოლიციელები დგანან, შეიძლება ტყვიაზე მიდიან. მე ვიცი რომ ბევრს იმ ჭიჭი სავსე, ასე თქვა, სავსე მჭიდიც კი არ აქვს. მაგრამ ასე თუ ისე სტაბილიზაციის ელემენტები შენარჩუნებულია. მაგრამ მე მაინტერესებს, ხელფასი არ გაქვთ. არაფერი არ გაქვთ. ტყვია არ გაქვთ. აი როგორ ახერხებთ რომ იმუშაოთ? შემოწირულებებია თუ რა არის, მე ძალიან მიგვისურვებს. არა, ბატონო, რო გითხრა შემოწირულებებია, ნამდვილად არ არის. საერთოდ რესპუბლიკაში თქვენ იცით რომ მძიმე ეკონომიური პირობები არის ეს. და იმ მძიმე ეკონომიურ პირობებიდან გამომდინარე ქარელის პოლიციაც გამონაკლისი არ არის რომ იმ რიტმით და იმ სტილით მუშაობთ როგორც ყველა პოლიციის მუშაკი და ყველა პოლიციის უფროსი. მე მინდა აღვნიშნო რომ აი ძალიან ესეთი პერიოდი გვაქვს რომ ჩვენ ვძნობთ ამ და გათავისებული გვაქვს ის რომ რესპუბლიკას უჭირს, რესპუბლიკის ბიუჯეტს უჭირს, რა. ამიტომ ჩვენმა კოლექტივმა და ალბათ მარტო ჩვენმა კოლექტივმა, მთლიანად ქართულმა პოლიციამ იცის ეს მდგომარეობა და შედის ამ მდგომარეობაში და ისე ხმამაღლა არ ყვირის, როგორც სხვა თანამშრომლები არიან, სხვა წარმოებისა და დაწესებულების თანამშრომლები, როგორც სხვები ყვირიან და ზოგი ამ ხელფასების გამო გასკეთავენ და ამის. ამიტომ მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრისა, რომელმაც ალბათ თქვენ იცით რომ მაქსიმალური გააკეთა იმისათვის რომ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის სეკვესტრ როცა მიმდინარეობდა განხილვა მაქსიმუმი გააკეთა რომ ეს სეკვესტრი არ დაკლებულიყო ჩვენთვის. იმიტომ ჩვენთან რა ისეთი სამუშაო გვაქვს ჩვენ ფაქტიურად განუსაზღვრელი და განუზომელი დრო გვაქვს სამუშაოს. არა ვარ ჩვენ ის პიროვნებები რომ დავუშვათ დილით 9 საათზე მიხვიდე სამსახურში და საღამოს 6 საათზე წახვიდე სახლში და დაიძინო და ოჯახს მიხედო. ჩვენთან არის ის რომ განუზომელი დრო გვაქვს და განუსაზღვრელი დრო გვაქვს ჩვენ მუშაობისა. და ამიტომ ფაქტიურად ზოგი დანაშაული როცა ხდება, ისეთი დანაშაულია რომ შეიძლება ერთ დღეში გაიხსნას, შეიძლება ერთ საათში გაიხსნას, შეიძლება ორ დღეში გაიხსნას, შეიძლება ორ თვეში გაიხსნას. არის კატეგორია დანაშაულებისა, შეიძლება წლები ჭირდება. არის კატეგორია დანაშაულება საერთოდ ვერ გაიხსნას. სხვადასხვა დანაშაულები ხდება და ამიტომ ჩვენი მოსახლეობა ალბათ
ვინც გვიყურებს და მათ თხოვნით მიმართავს და არ უნდა გვიწყინონ ეს რომ აი დავუშვათ რატო გაუხსნელი რატო არის ეს დანაშაული ყველაფერს ვაკეთებთ ყველაფერს ვფიქრობთ ყველაფერს ზომავთ ყველაფერს წონავთ რომ ეს დანაშაული ნებისმიერი დანაშაული არც ერთ პოლიციის თანამშრომელს მაგრამ მე ხმამაღლა განვაცხადე და არც პოლიციის უფროს აბსოლუტურად არ სურს და რომ დანაშაული გაუხსნელი დარჩეს. აბსოლუტურად, მაგრამ ხალხს თავისი მოთხოვნა აქვს, მაგრამ არ ინტერესდებიან დავუშვათ ეს დანაშაული როგორ იხსნება, რა გზებით იხსნება, რა ჭირდება ამ დანაშაულის გახსნას. აი რა ბენზინი უნდა იმას, ტექნიკა უნდა, რაცია უნდა თუ ტრანსპორტი უნდა, ან ჩასატყვია უნდა თუ ჩასაფრება, არავინ ამაზე არ ფიქრობს, რომ ეს აქვს თუ არა პოლიციას, ხო? პოლიციას აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა რომ ეს პოლიციელებს იგივე ადამიანებია რაც სხვა მოქალაქეები. ეს ხო არ არის რომ ჩაიხედო რაღაც ჩამში და დაინახო ეს დანაშაული ვინ მოახდინა და ვინ ჩაიდინა. ხო და ამიტომ მე მიმართავ ჩემს მოსახლეობას რომელიც ალბათ გვიყურებს და ალბათ ჩვენს გადაცემას უყურებს თვალსადენს რომ შეძლებს დაგვარათ მე მაქსიმალურად და ჩვენ მთლიანი განყოფილება ვცდილობს რომ ყველა დანაშაული გახსნას ყველა აბსოლუტურად ჩვენთვის ნებისმიერი დანაშაული მტკივნეულია და ნებისმიერ დანაშაულზე მტკივნეულად ვრეაგირებთ. ბატონო მე მინდა მადლობა გადავხადო ტელემაყურებელს სამწუხაროდ არის სურა მან პირდაპირ ეთერში საუბრით შემოსვლა უბრალოდ წერილობით მოგწერეს ჩვენ და მე შემიძლია ეს კითხვა არ დავსვა და მე იმედი მაქვს რომ კიდე ბევრი მაყურებელი გამოეხმაურება და ბევრი მაყურებელი დაგვირეკავს და ესეთი კითხვა ბატონო თამას თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო თამას უხელფასო პოლიცია ხომ არ ცხოვრობს უბრალო ადამიანების ხარჯზე ესეთი კითხვაა და ძალიან ხშირად ისმის ესეთი კითხვა და იქნებ თქვენ როდ გააკეთოთ კომენტარი უბრალო ადამიანებში ვის გულისხმობთ ალბათ იგივე პედაგოგებს იგივე გლეხს, მუშას და ასე შემდეგ. ცხოვრობს პოლიცია მათ ხარჯზე. ნამდვილად არ. მე თამამად შემიძლია თქვა რომ ნამდვილად არ. ჯერ უბრალო ხალხი ვინ არიან? ყველა ფაქტიურად ერთი კატეგორიის ხალხია და უბრალო და ბრალიანი ხალხი მე ვერ დამეყვი. ვინ არის უბრალო? მაშინ დაგვიკონკრეტო რომ ვინ არის ეს უბრალო ხალხი და ვინ არის ბრალიანი ხალხი და შემდეგ გავცემ ამას პასუხს რომ მე პოლიცია არავის ხარჯზე არ ცხოვრობს. პოლიცია ცხოვრობს თავის ხარჯზე და თავისი შრომი და თავისი წვლილი შეაქვს იმ გასაკეთებელ საქმეში, რაც პოლიციამ უნდა აკეთოს და ჩვენ არავის ხარჯზე არ ცხოვრობთ. ჩვენ ცხოვრობთ სახელმწიფოს ხარჯზე, ბიუჯეტის ხარჯზე, რომლებიც გვიხდიან იმ ხელფას და გვიხდიან იმ ანონსს. ერთი წელი არ გადაუხდიან ბიუჯეტს თქვენს ხელფასს. კი, ერთი წელი არ გადაუხდით. ჩვენ ახლა მივიღეთ ფაქტობრივად ერთი თვის ხელფასი მივიღეთ, გასულ თვეშიც მივიღეთ, უკვე ორი თვე დაიძრა? ყინული დაიძრა, უკვე ორი თვეა ზედ მივიღეთ ხელფასები ჩვენ და ამიტომ რომ ვიღაცა ჩვენ დაგვაბრალოს რომ უბრალო ხალხის იმით მაქში კონკრეტული მაგალითები თუ აქვს არავინ არაფერს არ გაბრალეთ უბრალოდ იკითხა თქვენ როგორ ფიქრობთ მე ასე ვფიქრობ რომ არ ცხოვრობს იმ უბრალო ხალხის ხარჯზე გასაგებია დიდი მადლობა ესეთი კითხვისთვის და მე იმედი მაქვს რომ კიდევ შეგვიკითხებიან ძალიან თამამად ვკითხონ რაც სასურველია და მოდით ვისაუბროთ საერთო კრიმინოგენურ სიტუაციაზე ქარელის რაიონში. ბატონო თამას, აი ბოლო დროს წერან გადაცემის დასაწყისში ახსენეთ რომ რაღაც ისეთი ფონი შეიქმნა რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე ორი მკვლელობა და მკვლელობა რუისის მაგალითს მოიყვან, რომელიც სენსაციად აღიქვა მთელი საქართველოს მოსახლეობა. რა იყო ეს და როგორ გაიხსნა ეს დანაშაული? ძალიან საინტერესოა. მოგახსენეთ ბატონო გოგა, რუისში ეს მკვლელობა მოხდა, შემზარავი მკვლელობა იყო. ცოლმა და მისმა მეგობარმა მოკლეს ქმარი. ეს იყო. ბატონო თამას, ძალიან დიდი ბოდიშით, მოდი მაყურებელს არ ვაწყენინოთ. ამ ფაქტზე ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს, თუ შეიძლება ხურსასმენი მოირგეთ, მაყურებელი პირდაპირ ეთერში შემოდის. არ ვალოდინოთ დიდხანს მას და დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით, მოგესალმებით და შეგიძლიათ დაგვისვათ კითხვა. გისმენთ? ალო. დიახ. თუ შეიძლება. დიახ. მაინტერესებს, მე შემწევარ არჩევნების დროს ხვედურეთში.
დიახ. დატრიალებული უხეში ინციდენტისა. დიახ. როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს ადამიანის უფლება და შეურაცხყვეს ჟურნალისტი, ოპერატორი და მაინტერესებს ბატონო თამაზ, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენ. მე ვიცი თქვენი მოღვაწეობის შესახებ ქარეში და მე მგონია რომ აი თქვენს გვერდით ასეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ. და მაინტერესებს როგორ დაისაჯნენ ისინი ბატონო თამაზ, რაზომებს მიმართეთ თქვენ. დიდი მადლობა კითხვისთვის. დიდი მადლობა. პარათარას, იყო ესეთი ნამდვილად იყო ესეთი ფაქტი, ჩვენ როგორც ვიცით, მაყურებელმა კითხა უკვე და თუ იყო რაიმე რეაგირება თქვენი მხრიდან და იმ პოლიციას თუნდაც იმ საქციელისთვის თუ მიეზღო, ასე ვთქვათ. ბატონო გოგა, როდესაც მაშინ დააფიქსირეს ტელევიზიამ მე როცა გავიგე ეს არჩევნების დროს დააფიქსირა ეს ტელევიზია თუ აქ იყო დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაული პოლიციის მუშაკის მიერ და რაღაც გადაცდომა ეს თვითონ დაზარალებელს უნდა მიემართა პროკურატურისთვის და განცხადები და პროკურატურა მას აღზრავდა სისხლის სამართლის საქმეს და გაარკვევდა რადგანაც ჩემი კომპეტენცია არ იყო აღნიშნული დანაშაულის გამოვლენაც და აღნიშნული დანაშაულის რეაგირება. მე იქ კადრები ნახე, იქ საგანგაშო არაფერი არ ყოფილა იმ არჩევნებთან დაკავშირებით და კიდევ ვაცხადებ, რომ თუ აქ მოხდა რამე სერიოზული დანაშაული და სერიოზული დარღვევა, იქ იყო საარჩევნო კომისიას ყავდა კომისიის თავმჯდომარე, უნდა დაეფიქსირებინათ ეს ყველაფერი და წარედგინათ თუნდაც იმაში ოლქის საარჩევნო უბანში უნდა დაეწერათ განცხადება მიემართათ პროკურატურისთვის და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. მე საიმისო იქ ინციდენტი ისეთი რომ საგანგაშო არაფერი არ მინახავს და ის რაც ყველგან ხდება რომ პოლიციელმა წესრიგისკენ მიუთითოს პოლიციელი ნებისმიერს უფლება აქვს რომ როცა ვინმე წესრიგს არღვევს მოქალაქე ჟურნალისტი იქნება ის თუ მასწავლებელი იქნება თუ მუშა იქნება მას აქვს უფლება იმის რომ მიუთითოს იქ იდგა პოლიციელი თავის მოვალეობას ასრულებდა რასაც ქვია საზოგადოების წესრიგის დაცვა და თუ რამე გადაცდომა ჰქონდათ არა თვითონ იმ დაზარალებულს უნდა მიემართა პროკურატურისთვის ან ჩვენთვის შემოსული იყო განცხადება და ჩვენ ამას გადავაგზავნით შემდგომი რეაგირებისათვის ვისი კომპეტენციაც იყო პროკურატურისა. ასეთი რამ განცხადება ჩვენთან არ შემოსულა. გასაგებია, მაგრამ კადრები მგონი ნახეთ თქვენ ბატონო თამაზ და შეიძლება აქ კადრები ჩვენ ნახეთ, ხოლო იმ კადრებში არაფერი არ ჩანდა. ფაქტიურად არა ის იყო, უაზრო კადრი იყო, რა აფიქსირებული არაფერი არ ჩანდა. მე ნახე ეს მაჩვენო. ბატონო ბადრი მაჩვენა ეს კადრი, მაგრამ იქ არაფერი ისეთი სერიოზული არ ყოფილა, რომ მიუწოდებდნენ რომ გარეთ გავწადდა ესეთი რაღაცა. ძალიან კარგი კითხვა შემოვიდა ბატონო თამაზ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან შესანიშნავი კითხვა. თქვენ ბატონო თამაზ ახსენეთ, რომ პოლიციას ყურადღებას არავინ არ აქცევს. არ აქვს დაფინანსება და აი ვის გულისხმობდითო ხალხს თუ ხელისუფლებას ცოტა ისეთი კითხვა, რიტორიული კითხვა, მე ასე ჩავთვლიდი და ვისი მხრიდან არის პოლიციის დაფინანსება? ნუ ახლა ორჯერორია ეს პასუხი საერთოდ ვინც ამ კითხვას გვაძლევს, მან უნდა იცოდეს, რომ პოლიციას აფინანსებს კომერციული ორგანიზაცია არ არის და ამას საბიუჯეტო ორგანიზაცია და ჩვენ გვაფინანსებს ბიუჯეტი. ჩვენ ვართ რესპუბლიკის ბიუჯეტზე, ჩვენ გვაფინანსებს ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ მე ეს მით არ გამოვიხატია, რომ დავუშვათ არ გვაფინანსებს. მთლიანად რესპუბლიკაში არის ეს ეკონომიკური მდგომარეობა ძიმე და ამიდან გამომდინარე განამარტო ქარელს არ აფინანსებენ. არ არის ეს და რომ პენსიებიც არ გაცემულა რამოდენიმე თვეა, მაგრამ ჩვენც ანალოგიურად ხელფასები არ მივიღეთ. ჩვენ ხელისუფლებაზე ვამბობთ, ვინც ეს კითხვა მოვაწოდათ, ხალხს მოსახლეობა როდის იყო ვინც ეს აფინანსებდა. რატო შემოწირულებთ ხო შეიძლება? შემოწირულებებს იქეთ გთხოვან ჩვენ, თორე ჩვენ არავინ არ იმაჩვენა. გასაგებია. მოდით გავაგზავნოთ მაშინ ბატონო თამაზ იმ შემზარავ ფაქტზე, იმ შემზარავ მკვლელობაზე, რომელიც სოფელ რუიში დატრიალდა საუბარი და აი როგორ გაიხსნა ეს დანაშაული და რა მოხდა საერთოდ უფრო ცლად რო თქვა. კი გავიდა რეპორტაჟი ეთერში, მაგრამ ეს იყო ორწუთიანი რეპორტაჟი.
რომელშიც მაყურებელი ძალიან მოკლედ გაიგო რა მოხდა და რანაირად. ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქართლის რაიონის სოფელ-რუიში მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს მოქალაქე რაზმიაშვილის გვამი. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით დილის 8 ნახევარზე მე თვითონ გავიყვანე ოპერატიული ჯგუფი და ვნახე, რომ იქ სადაც შესასვლელი იყო, კიბეები ასასვლელი, ორი საფეხური იყო, ეგდო მიცვალებული, რომელსაც დაზიანება ჰქონდა საფეთქლის არეში, სხვა დაზიანება მას არ აღენიშნებოდა გარეგნული დათვალიერებით. და ჩვენ მეუღლის განმარტებით, მისი მეუღლის განმარტებით იქ კიდევ სხვადასხვა პიროვნებების განმარტებით ეს პიროვნება ნასვამ მიიღო, სახლიდან გავიდა და მერე დილით ნახეს უკვე დაღუპული. შესაძლებელი იყო, რომ ერთი შეხედვით ეს კაცი ეს ამ დაზიანებით წაქცევითაც ყოფილიყო ვარაუდობთ ჩვენ, ეს ქვები ეყარა. ქვებიც იყო, იქ აგურის რაღაც თვითონ მიწაში ჩაფრული აგურები იყო და შეიძლებოდა, რომ ეს კიბიდან თუ ნასვამი კაცი დავარტნით, საფეთქელი დაერტყა და ეს ამ დაზიანებით უბედური შემთხვევა მოხდარიყო. ჩვენ ამას ვარაუდობთ, არ გამოურიცხავდით ისიც, რომ სხვა რაღაც კულელობა არ ყოფილიყო შიგნით სახლში, ხოლო რასაც ის მეუღლე ამბობდა, რომ ეს თვითონ გარედან მოიტანეს და იქ დააგდეს ეს მიცვალებული, ამას გამოურიცხავდი. მე მაშინ იქ განვაცხადე, რომ ეს იყო კატეგორიული ჩემი განცხადება, ვერსია, რომ იქ მოგდებული ეს არ იყო. იმიტომ სადაც ეს ფაქტიურად დააგდეს, იქ მარტო იყო იმ ადგილზე სისხლის გუბე და თუ ეს დაგდებული იქნებოდა, არ არსებობდა ეს დაზიანებული თავის გატეხილი კაცის, რომ რამოდენიმე წუთის სისხლი არ ყოფილიყო იქ გზაზე დაქცეული. ჩვენ მართლაც ეს ჩვენი ვერსია უკვე წავიდა, რომ შიგნიდან თვითონ ოჯახის წევრებისთანაც ან უბედური შემთხვევა, ან თვითონ ეჭვი იყო მეუღლეზე, რადგან მეუღლეს და მას ჰქონდათ ცუდი დამოკიდებულება. და მართლაც გაამართლა ჩვენმა ეჭვმა და 2-3 დღეს უკვე დავაკავეთ მისი მეუღლე გულბანი იამზე და მისი მეუღლის მეგობარი ტარიელ ეგნატაშვილი, რომელმაც აღიარეს ჩადენილი დანაშაული. ჩვენ ამოვიღეთ ის ქვა, რომელი ქვაც მან დაარტყა მას თავის მეუღლეს. ეს იყო როდინის სანაყი ქვა, რომელიც მერე დამალა დაბლა პადვალში. ეს პადვალში იყო რაღაც ბოთლები და მათი გაზის ქურა, იმის ქვეშ იყო დამალული და ის მოსვლილი ზეწარი აზეც იწვადა, ის სისხლით უკვე დამალული ქონდა მას, გადამალული რომ უნდა გაერეცხა და სხვადასხვა ნივთმტკიცებები, რომლებიც მკვლელობის დროს იქ დაფიქსირდა. ასე რომ ორივე დაკავებულია ამჟამად მეუღლეც და თუ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, ერთმაც მეუღლემაც ამჟამად გადაყვანილები არიან თბილისის. მე როგორც ვიცი, ეგნატაშვილი არ აღიარებდა დანაშაულს და აცხადებდა, რომ მე უბრალოდ დავახმარე გამოყვანაში. მე ეს დანაშაული არ არის. დანაშაული ჩვეულებრივად ის აცხადებდა, რომ მე ის გამოყვანაში, მაგრამ ფაქტიურად, როდესაც ეს შევიდა ეს ქალი და თავზე მას ჩამოაფარა ცელოფანი, რომ უნდათ მოეგუდათ, მაგრამ ამ წინააღმდეგობა რომ გაუწია, ამ მოგუდით ვერ მოგუდეს, შემდეგ დაარტყა და ამ დარტყმის დროს ამ ეგნატაშვილი ამბობს, რომ მე ხელი დაუკავე ამ იმას. და ეს თანამონაწილეა იგივე ამ ყველა იმ შეიძლება მან არ დაარტყა ეს ქვა. ორჯერ არის დარტყმული, ჩარტყმული ეს ქვა. შეიძლება მან თვითონ ეგნატაშვილი ამას ძიება დაადგენ, ძიების პერიოდში დაადგენ, არ დაარტყა, მაგრამ თანამონაწილე იყო ამ მკვლელობისა თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად და ეს წინასწარ შეთანხმებული იყო ეს ფაქტი, რომ ამათ ეს კაცი უნდა მოეშორებინათ. იცოდა, რომ ეს ამან წინა პერიოდში შესთავაზა ქალმა, ამ გულბანმა, რომ ჩვენ ეს პიროვნება უკვე მისი კვალი მოსაშორებელი იყო. ამიტომ თავიდან ბოლომდე ეს ეგნატაშვილი არის ამ მკვლელობის თანამონაწილე.
და მე როგორც ვიცი, მე შემდგომ პერიოდში მოვლენები ისე განვითარდა ბატონო თამაზ, რომ იქ სოფლის მოსახლეობა, რუსის მოსახლეობა ეთხოვდა მათი ასე თქვა ლინჩის წესით გასამართლებას. აი როგორ წარმართა მოვლენები ამის შემდეგ, აი მოსახლეობასთან აი რა გაკეთდა იმისთვის, რომ მე ვიცი რომ სასწრაფოდ თქვენ გადააგდო. სასწრაფოდ, სხვათა შორის სასწრაფოდ არ გადაგვიგზავნე. ეს რამოდენიმე დღე ჩვენთან იყო, ეს ორივე. ხარელის პოლიციაში, იმიტომ არ გადავაგზავნეთ, რომ ჩვენ მე გავედი შემთხვევის ადგილზე იმის შემდეგ შევხვდი ამ დაზარალებულის ახლობლებს, ძმებს, დებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ უნდათ ლინჩის წესით, მაგრამ მათ აუხსენე და განუმარტე, რომ კანონი კანონობს, კანონიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სასამართლოს მიერ ძიების მიერ, თუ რამე საპრეტენზიო ექნება თან ძიებაზე, ან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მაშინ შეეძლოთ მათ რომ გაესაჩივრებინათ და ეს ყველაფერი მათმა შეიგნეს ძალიან სხვათა შორის შეგნებულად და ამიტომ არავითარ გართულებებს ადგილი არ ქონია, დღესაც არავითარ გართულება ოჯახებს შორის. იქ არის ხოლმე, იცით რა არის, უცბად გამოვლენ ისეთი პიროვნებები, ეს ვიღაცა 2-3 კაცი, რომლებიც ბუნტის თავები არიან, აი ესე გავაკეთოთ, აი ეს ხნათ, ეს ლინჩის წესით, ის გავასამართლოთ, ეს ის აქვთ, მაგრამ ამას მასა არ ყვება. როცა ნორმალურად ჩაატარებ ახსნა გამარტებით საუბრებს და ნორმალურად დაუმტკიცებ ამ ხალხს, რომ აქ კანონი კანონობს და კანონი ძალაშია დღეს, მე უკვე თავისთავად ჩერდებიან და უკვე სხვა აზრი ეცვლება და არაფერი გართულება არ ყოფილა ამ ფაქტთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, შვილიც კი დაგეხმარათ მგონი ამ საქმის გახსნაში. შვილი კი შვილმა თავიდან ცოტა სხვანაირად ილაპარაკა, მაგრამ შემდეგ მე რაც დაინახა ის თქვა. პირველად სხვანაირად თქვა, მაგრამ მე უკვე დედამისი როცა დავაკავეთ, უკვე სხვანაირად. გასაგები და ესეც საინტერესო კითხვა შეიძლება თქვენი პოტენციური თანამშრომელი რეკავს ახლა, რომელსაც ალბათ აქვს სურვილი რომ მოეწყოს თქვენთან სამსახურში. და ესეთ შეიძლება პრობლემას ხედავს სამსახურში მოწყობისა შინაგან საქმეთა ორგანოებში. და ესეთი ძალიან საინტერესო აქვს თუ არა უპირატესობა უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადამიანს ორგანოში მუშაობით მათთან შედარებით, ვისაც ასეთი განათლება არ აქვს. ასეთები დღეს მრავლად არიან პოლიციაში და ექნებათ თუ არა ასეთ ადამიანებს შემდგომში, რა თქმა უნდა, პრივილეგია ორგანოში სამსახურის დაწყებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იურისტის მიერ მოწერილი წერილი, რომელიც დღეს უმუშევარია და რა შეიძლება ითქვას აი ხალხის მომად? მე ყველა იურიდიული განათლების მქონე პიროვნებებს მიმართავდა მასაც, რომ დღეს იმდენი აუღარებელი კომერციული იურიდიული სასწავლებელია, აუღარებელი, რომ ნებისმიერ პატარა კოლეჯში უკვე იურისტები არის და შეიძლება კაცს უმაღლესი განათლება ჰქონდეს და 9 ჯერ და 10 ჯერ უკეთესად შეასრულოს ის სამსახური და უფრო მეტი ოპერატიული ალღო ჰქონდეს, ვიდრე იმ იურიდიულ განათლებულ პიროვნებას. პრაქტიკას კი, ვიდრე იმას იურიდიული განათლება აქვს და საერთოდ მაპატიდა არ იცოდეს ამინდაბანი იურის პოტენციის. მაგრამ არიან ხალხი, რომლებსაც არ აქვს იურიდიული განათლება, მაგრამ თავისი ოპერატიული საქმიანობით, თავისი შემართებით და თავისი იმაზე მეც გააკეთებენ. კი, ბოლოს აუცილებელია, რომ ყველას იურიდიული განათლება ჰქონდეს პოლიციაში და ალბათ ჩვენ ნელ-ნელა გაიწმინდება განყოფილებას და ესთან და შეივსება. გვაქვს ჩვენ კატეგორია ხალხისა, რომლებიც იურიდიული განათლებით მუშაობენ, არის კატეგორია, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვთ, ხოლო არა იურიდიული, მაგრამ ისინი მუშაობენ და თავის საქმეს თავს ართმევენ. კი, კარგია, რომ ყველა იურიდიული განათლებით იყოს, მაგრამ არიან ხალხი, რომლებიც იურიდიული განათლებით მოდიან და განცხადებას ვერ მიწერენ. იმიტომ რომ კიდევ ვამბობ, უამრავი ასეთი კომერციული სასწავლებლები არის ფასიანი და ყველას შეუძლია პირდაპირ ეთერში კითხვა ბატონო თამაზ, გთხოვთ კურსასმენებ, მივესალმები ტელემაყურებელს, მოგესალმებით, გამარჯობათ. სამწუხაროდ გაითიშა თუ არ ვცდები. გაითიშა, სამწუხაროდ გაითიშა. სასიამოვნო იქნება თუ დაგვიკავშირდება ტელემაყურებელი, ეს ჩვენი მიზეზით არ მოხდარა. დაგვიკავშირდით, მანამდე მე კიდევ ერთ კითხვას დავსვავ, წერილობით კითხვას. შემოწირულებებს იქით გთხოვენო, თქვა ბატონმა თამაზი.
თუ შეიძლება დააკონკრეტო რაღაც სიტყვას კიდევ ვასავით გავს, ასე ვთქვათ, ეს კითხვა და რას ქვია ბატონო თამას შემოსირულებებს იქით გთხოვენ თუნდაც. უპასუხოთ უბრალოდ ტელემაყურებელს. თქვენ კარგად ზანეთ, რომ სიტყვას გამოაკიდენ, რას ნიშნავს შემოწირულობების მოთხოვნა და ეს შეიძლება ადამიანმა თავისი ადამიანობით და თავისი იმით შენაწერი გააკეთოს იგივე ეკლესიაში, იგივე ნებისმიერ კაცს, იგივე უპატრონოს ვიღაცას დაეხმაროს და მე ამ შემოწირულობებს ძალიან ბევრი მოდის ჩვენთან ხალხი და მართლა რაღაცა გაჭირვებულები არიან და გთხოვენ რომ რაღაცა დახმარება გაუწიოთ. აი ამას გულისხმობ მე ამ შემოწირულობებში. იგივე თუ ძალიან აინტერესებს იმ ტელემაყურებელს, მიბრძანდეს ქარელის ეკლესიაში და იკითხოს იქ რა ხდება, რა შემოწირულობა გააკეთა თუნდაც პოლიციის უფროსმა, აბზანდეს სარკისწმინდა გიორგის ეკლესიაში რა ხდება იქ, რა კეთდება და მე განმარტოს რა შემოწირულობებს ვაკეთებ. სამას არ გთხოვენ მგონი ბატონო თამას უბრალოდ თქვენ ნებით აკეთებთ არ რა თქმა უნდა ჩვენ ნებით ვაკეთებ და ეს ყველაფერი ჩვენ ნებით კეთდება ძალით აქაა. ნუ ამ კითხვას მე აუცილებლად ვისაუბრეთ ამ კითხვის შესახებ კეხიჯვრის საკითხთან დაკავშირებით არის ეს კითხვა. მაგრამ მე მაინტერესებს ბატონო თამას დღეს წეგან ჩვენ აღნიშნეთ და თქვენ აღნიშნეთ უბრალოდ რომ შიდა ქართლისთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია უკონტროლო ზონები. აი რამდენად აფარებენ კრიმინალები და რამდენად იყენებენ ამ უკონტროლო ზონებს კრიმინალები ქარელის რაიონში. გორის რაიონში მე ვიცი მაქვს ინფორმაცია რომ ძალიან ხშირად ყაჩაღური ჯგუფები იმალებიან. ანალოგიური რაც გორის რაიონში, ანალოგიური ქარელის რაიონშიც. ეს უკონტროლო ზონები არის ცხინვალე, უკონტროლო ზონა არის ჩვენთვის ვლადიკავკაზი, უკვე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ და მე მჯერავს იმისი რომ აქ ჩადენილი დანაშაულის ჩემი ძებნილების დაახლოებით 20-30% თავსაფარებს ვლადიკავკაზს, თავსაფარებს ცხინვალს. და ნუ ჩვენ ახლა კი გვაქვს ურთიერთობები. აი ეს მაინტერესებს. კი გვაქვს ზნაურის სამართალდამცავი. კი, ურთიერთობები გვაქვს ზნაურის პოლიციასთანაც, ცხინვალის პოლიციასთან, მაგრამ გვირდებიან, მაგრამ ვერ აკეთებთ და მათ დაკავებას. შეგვირდებიან რომ დაგიკავებთ, გვარებს ვაძლევთ, მონაცემებს ვაძლევთ, მაგრამ დღემდე დაუკავებთ. სიტყვა დღემდე დაუკავებთ. ჩვენ შეგვიძლია რომ შევიდეთ იქ, მაგრამ ვერ გამახორციელებთ იმ ღონისძიებებს, რაც ჩვენ გვინდა. ნუ ვერ დავაკავებთ იქ. ცოტა სხვა სიტუაცია იქ და ამიტომ მე კიდევ ვაცხადებ რომ დაახლოებით 20-30% ჩვენი განყოფილების ძებნილებისა თავსაფარებენ ცხინვალს და ჩრდილო ოსეთს ვლადიკავკაზს. გასაგები. და ბოლოს ალბათ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც 2 დღის წინ მოხდა და ესე დაიძაბა ასე ვთქვათ სიტუაცია ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, როდესაც ძალიან უბრალო ადამიანი, შრომელი ადამიანი გახდა მსხვერპლი რაღაცა გაუგებრობისა, მე ასე დავარქმევდი. შეიძლება დღეს ვიყავი მე ასული პირადად იქ და ადამიანი დაიღუპა, სრულად უდანაშაულო და აი ამ ფაქტის შესახებ თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ. ბატონო, მე თამამად შემიძლია თქვა რომ აი ამ ფაქტს შეეწირა უდანაშაულო ადამიანი. აი სრულებით უდანაშაულო ადამიანს. და თქვენ კარგად ზონეთ, მეც ძალიან კარგად ვიცნობდი აღნიშნულ პიროვნებას, ძალიან შრომელი და ჭკვიანი კაცი იყო და სოფელს ძალიან უყვარდა ეს პიროვნება. აი ეს იყო აი უბრალო, აი ნაპერწკლიდან რომ ცეცხლი აინთო. ნაპერწკლიდან რომ ცეცხლი აინთო. აი ეს სიტუაცია იყო აქედან. აი ფაქტიურად აი შეეწირა არაფრის გამო კაცი მოკლეს. არაფრის გამო. ნუ თუ გნებავთ გავიაროთ როგორ და რანაირად მოხდა ეს საინტერესოა იმიტომ რომ 1000 ჭორი 1000-ის გავრცელდა ამ ფაქტთან დაკავშირებით და ალბათ თქვენგან ნუ თქვენ იცით რომ სოფელ კეხიჯვარში ჩამოსახლებული არის დაახლოებით 22 ოჯახი აჭარიდან ეს მეწყერის დროს 99 წელს ჩამოასახლეს ეს აღნიშნული პიროვნებები და ცხოვრობენ სოფელ კეხიჯვარში. ნუ ის კიდან აჭარელი ორი პიროვნება ძმები იჯდნენ მანქანით კამაზზე გააკეთებინეს და მიდიოდნენ თავის სახლში.
ამ როდესაც გაიარა მანქანა, მაგრამ აი ღობეს პატარა ბოძის მოედო მანქანა და დააზიანა. ამ დაზიანებას იქ ბავშვები იყვნენ იქ თვითონ იმაშიც ეზოშიც როგორც თვითონ ამბობენ იმის ღობის პატრონი და სახლის პატრონი რომ ბავშვებს შეეშინათ ამ ფაქტთან დაკავშირებით და ამათ ატეხესყვილი გააჩერეთ მანქანა გააჩერეს ეს მანქანა გადმოვიდნენ იქიდან აი ესენიც მივიდნენ და მოხდა უთერთშელაპარაკო ჩხუბი ეს ჩხუბი ყველაფერი ჩამთავრდა და ესენი ფაქტობრივად წავიდნენ უკვე თავის სახლისკენ ამ ჩხუბის შემდეგ მე კიდევ საქმის გასარკვევად წავიდა ამ მოკლულის შვილი, ერთ-ერთი შვილი. და მეორე შვილი კიდევ თვითონ გაყვა გამაზით, რომ საქმე უნდა დაეწყნარებინა და დაემშვიდებინა. ნუ მეორე შვილიც მე მივიდა, რადგან იცოდა, რომ მისი ძმა იქ იყო. ამ დროს ეს მამამისიც გაყვა, რომ ჩხუბის დროს არ დასაწყნარება დედამისიც იქ იყო. ბიჭის დედა და ამ ჩხუბში კიდე გამწვავდა იქ ჩხუბი და ამ ჩხუბის დროს აი შემთხვევით ამ პიროვნებამ აი გაქნევით ეს დანა მუცელში მოარტყა და დაიჭრა და ფაქტობრივად სისხლით დაიცალა ეს პიროვნება და სამავთყოფოში გარდაიცვალა ეს დაჭრილი და დღეს ასე ვთქვათ უკვე დღეს მე აქ უკვე წერდება რაღაც დეზინფორმაციები და მე არ ვიცი ახლა ვინ ავრცელებს ან რაში სჭირდებათ ამ დეზინფორმაციების გავრცელება აქ რომ წყალი გადაუკეტეს მოსახლეობას იმ აჭარელ მოსახლეობას ის საქონელი იმაში საძოვარზე არ გაარეკინეს ეს თავიდან პირველ დღეს იყო მაგრამ ჩვეულებრივად რიტმით ისევ წყალიც აღუდგინეს იქ აღდგა წყლის მიწოდება საქონელის მაგრამ მე ვამბობ რომ შეიძლება იმ ერთმა პიროვნებამ დანაშაული ჩაიდინა რომელიც დაკავდება სტარდება ოპერატიული ღონისძიებები რომ ეს პიროვნება დაკავდეს და თავის საზღაურს რაც მან დააშავა იმას მიიღებს ის მაგრამ აქ არიან დეზინფორმატორები რომლებმაც ახლა განაცხადეს რომ ძევლად აიყვანეს იმ მკვლელის ძმის ცოლი თავისი ბავშვით ეს არის სრული ინფორმაცია მომსახლებას მინდა მივაწოდო რომ არავითარი არც ძევლად აუყვანიათ არც ძალიან დიდი გართულება იყო იქ რომ აი კი რამოდენიმე კაცმა როგორც რუიში იქაც 1-2 კაცი რომ წავართ ისინი გავრეკოთ ჩამოსახლებლო გავასახლოთ ჩამოსახლებით არც სოფელმა ჩამოასახლა საჭარლები და ვერც სოფელი გაასახლებს ეს არის კანონიერი გადაწყვეტილება მთავრობისა ვინც ჩამოიყვანს და თუ მიიღებს ისე კანონიერ გადაწყვეტილებას ხელისუფლება და მთავრობა მათ გასახლებაზე ეს იქნება ისე რომ ვიღაც ისე სიტყვით რომ ორი კაცის სიტყვით რომ გავასახლო და ის ჩავქოლო და ესე არ ხდება ას დღეს ჩვენ ყავს კანონიერი ხელისუფლება კანონობს და კანონის პარალელში გაკეთდება ყველაფერი რაც ასაკეთებს ცოტა ხანში გავაგზავნოთ ამ თემაზე საუბარი ხო მაყურებელს მოусმინოთ ველოდება დიდი ხანია ეთერში მივესალმებით ტელემაყურებელს ვისმენთ და დასვით კითხვა ალო დიახ დიახ ძაχνეთ გამარჯობა ბატონო დაგესახია მომრუშენ რაიონსაც გადმოხედეთ და მე მოვაქცეთ ყურადღება ასეთ საკითხებში მე პირადად ასეთი შეკითხვა მაქვს არ გამაძეს დეკლარაციას უსმენთ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენი რაიონის ადგილობრივმა ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთოს თავისი დეკლარაცია ცოტა მიმოხილვით მაინც როგორ მამის ეზოში მოსახლეობის სახლი კიდევ თავის საკუთარ ეზოში სამსახურიანი სახლი რომელიც არ ხადებს რომელიც ხელფასებს არ აკეთებს მაგრამ ბიუჯეტიდან შემოსული ხელფასებით და არა ხალხისგან შემოსივლობით შექმნა ერთობა საინტერესოა ბიუჯეტი თუნდაც აღარ გაუძლებს ასე გამოდის დგას გენაცვალე მაბატიეთ ბოდიშით დგას და იმ საცოდავ ადამიანებზე ამბობს ისეთ შეურაცხყოფას რომ ეს კეთავენ და რაღაცას მიგედებს აწმობენ ხალხს რომელსაც მართლა 12 ლარიებს და აგდერის მცირე ხელფასი რომელსაც შიმშილით იქონდებიან და იმისი უფლს ვის კეთავენ და თვითონ რა დაკეთავენ თვითონ გვიპასუხოს ახლა რატომ არ კეთავენ დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ ბატონო თამას იქნებ თქვენი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ რაიონის მოსახლეობას აინტერესებს ჩემი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ თუ რაიონის მოსახლეობას ძალიან აინტერესებს ჩავძანდეს მე შევსებული მაქვს ქონებრივი დეკლარაცია ქონების მართვის ინსტიტუტში სადაც ივსება დეკლარაცია და მოძებნონ ნახონ და განაცხადონ მე წარვადგინე ეს ჩემი ქონებრივი დეკლარაციაც ქარელის საგადასახადოში რომლებმაც ჩაიტანეს და სურვილი აქვს
ჩავძანდნენ და ნახონ. საინტერესოა აი რა ქონების პატრონი მზადდებიან ძალიან მაინტერესებს. ნუ რა ქონების პატრონი მზადდება ახლა სახალხოთ ტელევიზიით ხომ არ გამოვაცხადებ მე შევავს და ვისაც აინტერესებს ჩავზადდნენ და ნახო რა ქონების პატრონი ვარ და რა ქონებას იმაშვებენ. თუ უფრო კარგი იქნებოდა რომ მე მგონი ეს ანონიმური ზარი არ უნდა იხილებოდეს და თქვას ეს ვინ არის და შეიძლება ვინც ამ განცხადებას აკეთებს ვინც ამას რეკავს რა სამჯერ და ხუთჯერ მეტი ჩანზე მეტი ქონება აქვს მას და არ უნდა იმას მისი მე როგორც მივხვდი პედაგოგი იყო უბრალოდ მე კიდევ სულ სხვას მივხვდი ვინ იყო და ალბათ გასაგებ მოდი ბანოთამას გავაგზავნოთ საუბარი ფაქტზე რომელზეც ჩვენ დავიწყეთ საუბარი და ჩვენ სულ რაღაც 5 წუთი დაგვრჩა ეთერში და ის ფაქტი რომელიც მოხდა დღეს ასე ვთქვათ დაძაბული სიტუაცია ადგილობრივ მოსახლეობას და აჭარლებს შორის აი რას აკეთებს პოლიცია რომ არ განმეორდეს არ ვიტყვი ახალი დანაშაული რო არ მოხდეს აი ამ სოფელში ფაქტიურად ეხლა ეს სიტუაცია ისეთი დაძაბული არის განიმუხტა იქ მდგომარეობა თქვენს ნახეთ ბატონო გოგა დღეს იყავით იქ ჩვენ ყოველ ღამე თანამშრომლების მორიგეობა მაქვს იმ სოფელში რომ პატრულებას აკეთებენ და მორიგეობენ ანალოგიურად ჩვენ ოპერატიულად ღონისძიებებს ვატარებთ რომ ის დასაკავებლად და მე იმეც ვიქონიებ და ვიცი დღეს შევხვდი დაზარალებულის შვილებს შევხვდი მესაუბრე და მიცვალებულს მიაგებენ პატივს დაასაფლავებენ და ისინიც მithოვენ რომ კანონიერად გადაწყვეტს ყველაფერი და კანონიერად დაისაჯოს დამნაშავე. მე როგორც ვიცი თვითონ აჭარლებიც აცხადებენ რომ ანალოგიურს აცხადებენ რომ დამნაშავე დაიჭება და ველაპარაკეთ ჩვენ მის მეუღლეს ვიზეც ამბობდნენ რომ ძევლად არის და თვითონ ის ხალხიც აცხადებს რომ აუცილებლად დღეს ამხვალე მოძებნიან და წარმოადგენენ პოლიციაში დამნაშავეს. გასაგები ბატონო თავს გავაკეთეთ რეზიუმე შემაჯამებელი ასე ვთქვათ კითხვა დღეს პოლიცია რომელიც აკეთებს თავის საქმეს გარკვეული პროცენტით ან ვერ აკეთებს გარკვეული პროცენტით და პოლიცია რომელიც დაუბრუნდები იმ კითხვას პოლიცია რომელსაც არ აქვს ხელფასი პოლიციას რომელსაც არ აქვს ტყვია არ აქვს საწვავი მაგრამ პოლიცია პირველი კითხვიდან გამომდინარე ისევ ამ კითხვას დავსვა უნდა გქონდეს თუ არა მოსახლეობას დღეს ჩვენი პოლიციის იმედი და კახათ არგამაძე მე გავიხსენებ მის სიტყვებს დაიმუქრა კიდევაც ასე ვთქვათ თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმარო რომ თუ ჩვენ სეკვესტრირებული ბიუჯეტი შეგვეხება ყველას დავახურებ კუც გავუშვებ სახში და მიხედოს ხალხმა თავის თავს უნდა გქონდეს თუ არა ჩვენი პოლიციის იმედი ჩვენ ყველას ნებისმიერ მოქალაქეს ბატონო გოგა მოკლედ ვიტყვი ამ პასუხს უნდა გქონდეს იმიტომ რომ თუ რესპუბლიკაში პოლიცია არ იქნება ალბათ კოლოსალურად გაიზრდება დანაშაული და აი შეიძლება ითქვას რომ ხალხი ალბათ დაჭამს ერთმანეთს ჯერ პოლიცია და რა შვებიან რომ რითი ერთმანეთს გული ატკინო რითი ერთმანეთს რაღაცა შანტაჟი მოუწონ ერთმანეთს რაღაცა ცუდი გაუხარდეთ ამაზეა და პოლიცია რო არ იყოს ალბათ ერთმანეთს შეჭამდა მე ვფიქრობ და ვამბობ იმას რომ პოლიცია კი არ უნდა შემცირდეს და პოლიციის ძალები უნდა გაძლიერდეს იმ ყველა აღჭურვილობით იმ ყველა ტექნიკით იმ დასაცვლით ტრანსპორტით ტყვია-წამლით და ყველა იმ საშუალებებით რაც პოლიციას უნდა გქონდეს. ალბათ თქვენი ხედავთ რომ საზღვარგარეთ რა ხდება და როგორ ხდება და რანაირად ხდება, როგორ არიან შეიარაღებული პოლიცია და რა ყველაფერი რა ტექნიკა აქვს და რა დონეზე მუშაობენ და მათი გახსნის პროცენტი რომ იცოდეთ არის 34-40% ესეთ ცივილიზებულ სახელმწიფოში რომელსაც კომპიუტერული სისტემით აქვს ყველა სამუშაო ფოტორობოტი და ეს ფოტორობოტი და ეს თავის საშუალება არის ქარიშო ფოტორობოტი საიდან ფოტორობოტი დგება კომპიუტერზე, კომპიუტერული სისტემით და ჩვენ ავითარის მაგის საშუალება არ აქვს. ჩვენ ფაქტურად ყველა მუშაობთ პრიმიტიული წესით, რა, როგორც აი დავიწყეთ აი იმ წესით მუშაობთ. ის ხანაშია ჩვენ. აი მომავალი ეკონომიკურად მომძრავდება.
ეკონომიკურად რომ მოძრადება რა, აი მის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი ამ თემაზე რომ დიდი მადლობა ბატონო თამას და მე უბრალოდ დაუბრუნდები იმ ქალბატონის ბოლო კითხვას, რომელმაც თქვენია დაინტერესდა ასე ვთქვათ თქვენი შესაძლებლობებით, თქვენი დეკლარაციით და უბრალოდ მე მინდა რომ აი იგივე პედაგოგების და იგივე გაჭირვებული ფენის ასე ვთქვათ მიმართ თქვენ ორიოდე სიტყვით ვთქვათ აი როდის გადაკეტავსო პოლიციაო გზასო, როდის გაიფიცებაო ესეთი რაღაცა დავინახე მე ამ ქალში ჩვენ კეტავთ ხოლმე და როდის გაიფიცება პოლიციაო საერთოდ შეიძლება რომ პოლიცია გაიფიცოს ქვეყანაში არ შეიძლება თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რომ პოლიციას გაფიცვა მოაწყოს, პოლიცია არ გავიდეს დანაშაულზე, პოლიციამ შეტყობინება მიიღოს და დანაშაული დამნაშავე არ დააკავოს, აი რა მოხდება? სრული ანარქია იქნება იმაში რესპუბლიკაში. შეიძლება ბევრი გაჭირვებული პოლიციაში იმდენი გაჭირვებული ხალხია, დღეს ერთი კონკრეტული მაგალითი იქნებით. ნუ კონკრეტული როგორ რა გითხრა მე მითხრა ერთ-ერთმა ჩემმა თანამშრომელმა რამოდენიმე დღის წინ მოვიდა და მითხრა რომ ჩემს ბავშვს აქვს ოპერაცია გასაკეთებელი ლანდების ოპერაცია გადაუვიდა გულზე და სასწრაფოდ სჭირდება 80 ლარი იმის საშუალება არ აქვს რომ ოპერაცია გაუკეთოს აი რა გავაკეთო რომ ითხოვს იმ თავის ხელფას რომელიც გასული წლების ხელფასია ასაღები და რომ ისაქმნოთ ნუ ჩვენ რა თქმა უნდა რაღაცები ყველა გვერდზე დაუდექით ბავშვს ხوار მოუკლავდით და იმ 80 ლარის გულის. ხო და ეს რა ხდება, იცით? ამას ხალხი ვერ ხედავს. ამას არ უნდა რომ დაინო რა გაჭირვება. ან რითი მოძრაობს. ამას არავინ არ კითხულობს, რა? პოლიცია რითი მოძრაობს, რა ასაკეთებს, ვინმე საწვავს აძლევს, ვინმე ტრანსპორტს აძლევს, ვინმე ჩასაცმელს აძლევს, ვინმე ტყვიას აძლევს. მაგრამ ეს არ აინტერესებს. მარტო ის აინტერესებს, რომ ვის რა ჩირქი მოსწონ, ვის რა ზედმეტი რაღაცა გული ატკინონ და ეს ისევ იმ ქალბატონის კითხვას დაუბრუნდები. კი ბატონო, თუ ძალიან აინტერესებს, მობრძანდეს შემთან. თუ ძალიან აინტერესებს და დაინტერესებულია და იმ ჩემს დეკლარაციას ვაჩვენებ, რომ რა მაქვს შევსებული და რა მიწერია დეკლარაციაში და რომ რა სახლი მიწერია და რა სახლი არ მიწერია. ყველაფერი იმ დეკლარაციაში წერია. რომელიც მამა თქვენის დანატოვარია. კი, მამა ჩემს დანატოვარია თუ ჩემი შენაძენია იმ ბატონო გოგა ყველაფერი იმ დეკლარაციაში მიწერია და აი ესეთ პროვოკაციულ კითხვებს რა არ უნდა ამბობდნენ ეს ზოგიერთი ქალბატონები და დიდი მადლობა მინდა მას მოუხადო ამ ლამაზი და კარგი კონკრეტული შეკითხვისათვის ეს ყველა პოლიციის უფროსი უნდა გამოაფხიზლონ რომ დეკლარაციაში არაფერი დამალოს და ყველაფერი შეიტანოს. კარგი, დიდი მადლობა ბატონო თამას, ჩვენ ძალიან დიდხანს ვიმუშავებთ და მე ვფიქრობ რომ ძალიან გულახდილი საუბარი ქონდა ბატონო თამას და ერთ ფაქტად მე უბრალოდ გისურვებთ რომ აი ეს ბოლო თემაზე რომ ვისაუბრეთ ფოტორობოტი, კარგი მანქანა, კარგი საშუალებები პოლიციას ქონებოდეს და ქვეყანა ყოფილიყოს იმ მდგომარეობაში, იმ ეკონომიკურ მდგომარეობაში, რომ პოლიციელს გზა არ გადაეკეტოს და ყველა აბსოლუტურად არც პოლიციელს, არც პედაგოგს, არც პენსიონერს ღმერთ მანქანას ესე გამოსწორებული იყოს მდგომარეობა, რომ არავის ესეთი აქციები არ დაჭირებოდეს. დიდი მადლობა რომ მობრძანდით და გვითხრათ. მადლობა თქვენ ბატონო. მე ტელემაყურებლებს შევახსენებ რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მუშაობთ ძვირფას ტელემაყურებლები, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქარელის რაიონის პოლიციის უფროსი ბატონი თამაზი მარჯანიძე. თუ ვინმე ვერ მოახერხეთ დაკავშირება და გარკვეული კითხვები დაგჭათ, ასე ვთქვათ, მოსაწოდებელი, თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ ხვალად, ზეგაც, მაზეგაც, ან თვითონ ბატონ თამას მიაკითხოთ და დარწმუნებული ვარ რომ იგი